მეორე ჰიჯრა ეთიოპიაში, წელი მე-7. მექას პერიოდის მე-7 წელს მუსლიმები იძულებული გახდნენ კვლავ ჰაბეშისტანში გადასახლებულიყვნენ. ეთიოპიაში მეორე ჰიჯრას დროს მექას სულ 90 მუსლიმი გაერიდა. მათგან 77 მამაკაცი, ხოლო 13 ქალი იყო. მათი მეთაური ძვირფასი ალის, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან, უფროსი ძმა ებუ თალიბის ვაჟი ჯაფერი იყო. ყურეიში წარჩინებულები ამ მოვლენამ საკმაოდ აღაშფოთა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მუსლიმები ეთიოპიაში დასახდებოდნენ და ირგვლივ ისლამს გაავრცელებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს იქ წასულიყვნენ და იმ ქვეყნის მმართველისთვის ლტოლვილების უკან გადმოცემა მოეთხოვათ. ხოლო ამ საქმის მოსაგვარებლად ორი პიროვნება შეარჩიეს: აბდულლაჰ იბნ რაბია და ამრ იბნ ასი, რომელიც ჰაბეშისტანის მმართველთან საჩუქრებით დატვირთული გამგზავრეს. ეთიოპიის მეფემ ელჩები მიიღო და მათი სურვილებიც მოისმინა. შემდეგ კი მასთან ლტოლვილები მოიხმო. მექელი ელჩებისა და ეთიოპიაში გახიზნული მუსლიმების საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჰაბეშისტანის მმართველმა მუსლიმებს მდგომარეობა გააცნო და უთხრა, რომ მექადან ჩასული პირები მათ უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. მუსლიმების ჯგუფის მეთაურს ჯაფერის პასუხი კი ასეთი იყო: მეფეო, გკითხეთ მათ, ჩვენ მონები ვართ, რომ უკან დაბრუნებას ითხოვენ? არა, ყველა თავისუფალი ადამიანია, უპასუხა ამრ ბინ ასმა. გკითხეთ მათ, რომელიმე ჩვენგანს ვალი გვაქვს, რომ უკან წაყვანას ითხოვენ? ისევ იკითხა ჯაფერმა. არა, არც ერთ მათგანს ვალი არ აქვს, ისევ უპასუხა ამრმა. მეფეო, გკითხეთ მათ, მკვლელები ვართ, რომ ჩვენს ექსტრადირებას ითხოვენ? ისევ იკითხა ჯაფერმა. არა, ჩვენი სურვილი ეს არ არის, ისევ უპასუხა ამრმა და გააგრძელა. ჩვენ ამ ადამიანების უკან დაბრუნება იმიტომ გვსურს, რომ მათ ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას უღალატეს, ჩვენი ღმერთები შეურაცხყვეს, ახალგაზრდებს რწმენაზე გული აურიეს და ხალხი ერთი მეორეს დაუპირისპირეს. ჰაბეშისტანის მეფეს სურდა მეტი გაეგო მის ქვეყანაში შეხიზნული ლტოლვილების ახალი სარწმუნოების შესახებ. ამიტომ მან ყურადღებით მოусმინა ამს და შემდეგ სიტყვა მუსლიმთა თავკაცს ჯაფერს მისცა. ჯაფერმა მაშინვე დაიწყო მოყოლა. მეფეო, ჩვენ უმეცარი ხალხი ვიყავით. თაყვანს ქვისგან და ხისგან გაკეთებულ კერპებს ვცემდით. ლესს ვჭამდით და ახალდაბადებულ ქალიშვილებს მიწაში ცოცხლად მარხავდით. აზარტულ თამაშებსაც ვთამაშობდით და მევახშეობას ვეწეოდით. ასევე ჩვენთვის მისაღები იყო მურშობა და სხვა უზნეო ქმედებები. ჩვენ არ ვიცოდით ჩვენი ნათესავების მიმართ ჩვენი მოვალეობები. ასევე არ ვცნობდით მეზობლების უფლებებს. ძლიერები სუსტებს ჩაგრავდნენ და მდიდრები ღარიბების ხარჯზე უფრო და უფრო მდიდრდებოდნენ. ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ადამიანის უფლებები. ღმერთის ნების თანახმად ალლაჰის შუამავალი მოგვევლინა, რომელმაც ჭეშმარიტ გზას დაგვადგინა. ის ღირსეული პიროვნება და წარჩინებული გვარიშვილია. იგი თავისი სამართლიანობითა და სანდოობით ყოველთვის ცნობილი იყო. როდესაც მას ერთადერთი ღმერთის ნებით შუამავლური მისია დაეკისრა, მან ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისკენ მოგვიწოდა. ასევე ჭეშმარიტი ღვთისმსახურება შეგვასწავლა. კერპებზე თაყვანისცემა და უზნეობა აგვიკრძალა. მანვე გვასწავლა ღვთიური აკრძალვების სიბრძნე, როგორიცაა სისხლისღვრა, აზარტული თამაშები, ალკოჰოლური სასმელები, მევახშეობა, ტყუილი და ობლების ქონების მითვისება. ასევე შეგვასწავლა კარგი ზნეობა, ისეთი, როგორიცაა სამართლიანობა, სანდოობა, მეზობლებისა და ნათესავების პატივისცემა, ქალების დაფასება და მათი ღირსების დაცვა. ჩვენ მის ჭეშმარიტ გზას გავყევით და მას დავემორჩილეთ. აქედან გამომდინარე ყურეიშთა მტრობა დავიმსახურეთ. მრავალგვარ ტანჯვა წამებას გადავეყარეთ, რომელსაც ვერ გავუძელით. ამასთან არც რწმენისგან განდგომა გვინდოდა. ამიტომ ალლაჰის შუამავალმა უფლება მოგცა თქვენს ქვეყანაში წამოვსულიყავით. თქვენ შეგარჩიეთ იმ იმედით, რომ აქ არ დავიჩაგრებოდით. ჯაფერმა სიტყვა დაასრულა და ყურანიდან რამდენიმე აიათით წაიკითხა.
ჯაფერის მცნობიარე საუბარმა იქ მყოფი ყველა აატირა. ჰაბეშის მმართველიც ემოციებს ვერ მალავდა. მეფემ აღიარა, რომ ეს სიტყვები იგივე წყაროდან მეოდინებოდა, საიდანაც მუსას და ისას მოევლინა. შემდეგ ყურეიშთა ელჩებს მიუბრუნდა და უთხრა: ამ ადამიანებს თქვენ არ გაგატანთ. ამით მან ყურეიშელთა ოფიციალური მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მუსლიმების მფარველობა გააგრძელა. მეორე დღეს ყურეიშელთა ელჩები ისევ მივიდნენ ჰაბეშის მმართველთან და პროვოკაციის მიზნით უთხრეს: გამოეკითხა თუ რას ამბობდნენ მუსლიმები იესოზე, ისაზე. რადგან ჰაბეშის მმართველი ქრისტიანი იყო, მეფემ დაიბარა მუსლიმები და ჰკითხა თუ რას ამბობდა ყურანი იესოზე. ჯაფერმა მეფეს შემდეგი აიათი წაუკითხა: ჰეი ღვთიური წიგნის ხალხო, ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და არ თქვათ ალლაჰზე გარდა ჭეშმარიტებისა. რამე თუ მესიჰი ღისა, ძე მარიამისა, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შრომავალია და სიტყვა ამისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან. მას ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შრომავალი და არ თქვათ სამება, თავი ანებეთ თქვენ და სასიკეთოდ, რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია, რაცაა ცათა შინადა ქვეყანასა ზედა და ალლაჰი გმარა მფარველად. ამ აიათის მოსმენის შემდეგ ჰაბეშისტანის მმართველი აღრთოვანებული დარჩა. შემდეგ პატარა ჯოხი აიღო და თქვა: თქვენს სარწმუნოებასა და ჩემს სარწმუნოებას შორის მხოლოდ ამოდენა განსხვავებაა. შემდეგ ყურეიშელი ელჩები თავიანთი საჩუქრებით უკან გააბრუნა. ჰაბეშისტანში გადასახლებული მუსლიმების ერთი ნაწილი მექადან მედინაში განხორციელებული დიდი ჰიჯრის პერიოდამდე იქ დარჩა, ხოლო მეორე ნაწილმა ჰუდეიბიას შეთანხმების პერიოდამდე ცხოვრება იქ გააგრძელა. ჰაბეშისტანში გადასახლებული მუსლიმების 16 კაციანი ბოლო ჯგუფი ჯაფერის მეთაურობით ჰეიბერის ბრძოლის დროს მედინაში დაბრუნდა, რამაც ალლაჰის შრომავალი ძალიან გაახარა.